მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს. 9 საათზე სტუდიაში მაკაცინცაძე განაგრძობს მუშაობას. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ახალ კანონზე ვეტოს დადების მოთხოვნით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა გარდა საქართველოს მოქალაქეებიც მიმართავენ. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეები ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას და მოვითხოვთ ვეტო დაადოთ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში. 2011 წლის 28 დეკემბერს შეტანილ ანტიკონსტიტუციურ ცვლილებებს და მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს დაუბრუნოთ. გარდა იმისა, რომ ეს ცვლილებები ქვეყნის უზენაეს კანონს ეწინააღმდეგება, მისი ასეთ რეჟიმში მიღების ფაქტი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ 2012 წლის არჩევნები არასამართლიან და არათავისუფალ გარემოში ჩატარდება. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებაზე იზრუნოს, ის რეგლამენტის უხეში დარღვევით მოულოდნელად იღებს ცვლილებებს, რომელიც შესაძლოა პოლიტიკური დევნის ლეგალური არაღად იქნეს გამოყენებული. ჩვენ მოვითხოვთ გამოიყენოთ თქვენი უფლება და ასევე ვალდებულება ჩვენი საქართველოს მოქალაქეების და ამ უმრჩევლების წინაშე ვეტო დაადოთ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს. პარლამენტში მიღებულ კანონპროექტს ოპოზიციურ პარტიათა ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციასთან კოალიციაში არიან, ნაციონალური მოძრაობის შიზოფრენიის გამოვლენად აფასებენ. მათი თქმით, მსგავსი კანონპროექტები მხოლოდ საბჭოთა კავშირში იყო მიღებული. რესპუბლიკური პარტიის ლიდერები უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ, თუმცა მანამდე არსებული კანონის მიხედვით იმოქმედებენ. შიზოფრენიამ ესეთი ფართო ხასიათი მიიღო და აღმოჩნდა, რომ 91 თანამოზიარე ყოლია ადამიანს, რომელიც ნამდვილად შევა თუ გაიგეს ამის შესახებ თელ მსოფლიოში, სახელმძღვანელოებში, იმიტომ რომ ერთადერთი მაგალითი არსებობს ასეთი მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც გუქცევითი ძალა მისცეს დახვრეტის წესს და დახვრიტეს ადამიანი, რომელიც მანამდე იყო დაპატიმრებული. მეტ ეს რამე არ მომხდარა. ამიტომ ხაბაზი დაიმკვიდრებს თავის კუთვნილ ადგილს საკანონმდებლო ისტორიაში. მე უფრო მეტად შეშფოთებული პოლიტიკურ ნაწილზე არა ვარ, უფრო მეტად შეშფოთებული ვარ დაკავშირებული პირების ნაწილზე, იმიტომ რომ ფორმულირება იმდენად ფართოა, რომ ის შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მედია ორგანიზაციას, საექსპერტო კლუბს, არასამთავრობო ორგანიზაციას. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ყოფილა, როდესაც კანონთან წინააღმდეგობაში მოვიდა ეს პარტია და ამიტომ იჯდნენ მისი დამფუძნებლები გულაგებში დიდი ხნის განმავლობაში. შესაძლებელია ყველაზე საქართველოშიც დადგეს ეგ დღე, როდესაც მოგვიწევს ასეთი ქმედითი წინააღმდეგობის გაწევა. მათ უბრალოდ ნიღაბი ჩამოიხადეს და დემოკრატოვანო აღარ უთამაშიათ და მიიღეს გადაწყვეტილება. იმ პარლამენტმა, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობას ხავს უმრავლესობა, მიიღო გადაწყვეტილება ასეთი, რომ გასული წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი შემოწირულობა მიიღო ნაციონალურ მოძრაობამ. მან ეს შემოწირულობა დახარჯა. ნაციონალურ მოძრაობამ ეს ფული არ უნდა დააბრუნოს. მაგალითად, ხალხის პარტიამ მიიღო 1,100,000 შემოწირულობა და მას ეს ფული არ დაუხარჯავს. ასეთ შემთხვევაში ხალხის პარტიას მოეთხოვება ამ თანხების უკან დაბრუნება. აი ეს მიიღო ნაციონალურ მოძრაობის უმრავლესობამ. ეს კანონი ანტიკონსტიტუციურია. მიმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მანამდე კანონის მოთხოვნა რაც იქნება, ბუნებრივია შევასრულოს. არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ახალ ნორმას, რომელიც პარტიების მიერ დაუხარჯავი თანხის უკან დაბრუნებას ეხება, ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ. კერძოდ საუბარია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ახალი ნორმის ფორმულირებაზე. ნორმა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის 42 მუხლის მეხუთე პუნქტის მიხედვითაც კანონს თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს მიიღეს ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველოს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, კოალიცია არჩევანის თავისუფლებისთვის და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო აწერენ ხელს. ის შეზღუდვები, რასაც ახალი კანონი დააწესებს, გავრცელდება არა მხოლოდ მომავალ დაფინანსებას და მომავალ ურთიერთობებზე, არამედ იმ დაფინანსებაზე, რაც უკვე აქვთ მიღებული პოლიტიკურ პარტიებს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან, რომელიც ამბობს, რომ თუ კანონმდებლობა არ ამსუბუქებს მდგომარეობას, მაშინ ეს არ უნდა გავრცელდეს უკვე მოქმედ ურთიერთობებზე, ანუ უკუძალა არ უნდა ქონდეს ამ შემთხვევაში კანონს და მეორე ძალიან სერიოზულ პრობლემებს ვხედავთ ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანცვლებებთან მიმართებით, ჩვენ რამდენიმე
ბოლო დღეების განმავლობაში მუდმივად საუბრობდით ამაზე, რომ ამ მომრჩეველი თვითონ არ უნდა დაისაჯოს სისხლის სამართლებრივი წესით მოსყიდვის დროს მოთხოვნისგან მიღების გამო. თავად კანონპროექტი პირდაპირ არ აცხადებს იმას, რომ კანონის მიღებამდე განხორციელებული შემოწირულობები არის უკანონო, მაგრამ თავად ფაქტი, რომ პასუხისმგებლობა დგება ამ კანონის მიღებამდე ჩადენილი ქმედებებისთვის, ისეთი ქმედებებისთვის, რაც კანონის მიღებამდე იყო სრულიად კანონიერი და კონსტიტუციური, ეს ცვლილება არის თავისი არსით არა მარტო არაკონსტიტუციური, არამედ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს სამართლისა, რომელიც ადგენს, რომ კანონის მიღებამდე ჩადენილი ქმედებებისათვის, რომელიც იყო კანონიერი, არ შეიძლება ძალის მეშვეობით გავრცელდეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი პრეზიდენტი არ გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ის ცვლილებები, რაც შევიდა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად აუარესებს საარჩევნო გარემოს, ჩვენ მათ ძალიან ბევრს უარყოფითად ვაფასებთ. ჩვენ ორი კვირის განმავლობაში თუ მეტი ხნის განმავლობაში რაც ამ კანონპროექტის ინიციირება მოხდა აქტიურ კონსულტაციურ რეჟიმში ვიყავით საპარლამენტო კომიტეტთან და უამრავი საკითხი დავაყენეთ ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც დახვეწას მოითხოვდა ჩვენი აზრით. სამწუხაროდ არც ერთი ეს შენიშვნა და ჩვენი მოსაზრება არ იქნა გათვალისწინებული. პარლამენტის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ მიღებულ კანონს უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო ოპოზიცია კანონს უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებით კანონი ბუნდოვანია, ოპოზიციურ პარტიებს ზღუდავს და არაკონკურენტულ გარემოში აყენებს, რამაც შესაძლოა პრობლემები ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებასაც შეუქმნას. კანონის მიღება იმ სამართლებრივი ფორმით, რა ფორმითაც იქნა მიღებული, არის სრული ნონსენსი. გარდა იმისა, რომ თქვათ კონკრეტული ნორმები, რომელიც შეთანხმებული იქნა პირველი და მეორე მოსმენის დროს და მესამე მოსმენა ითვალისწინებდა მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებას, არსებითი ხასიათის ცვლილება შევიდა მესამე მოსმენის დროს, რაზეც არც კი ყოფილა საერთოდ განხილვა, შეპარებული იქნა და რაც გულისხმობდა იურიდიული პირების მხრიდან უკვე გაკეთებული დაფინანსების უკან გადარიცხვის ვალდებულებას. ეს კანონი შეიცავს ძალიან ბევრ საფრთხეს და შეიცავს უკან გადადგმულ ნაბიჯებს, ანუ უარესდება არსებული მდგომარეობა, რომელშიც აქამდე იყო პოლიტიკური პარტიები და ეს პირდაპირ პროპორციულად, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ამ პარტიების კონკურენტუნარიანობაზე წინასაარჩევნო პერიოდში. ბუნდოვანება და თქვათ სამართლებრივი წინააღმდეგობა თვითონ კანონის ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და კანონის შერჩევით გამოყენების საშუალებას იძლევა. აქ იმდენად თანხას რაოდენობაზე არ არის საუბარი, რამდენადაც უკვე საფრთხეზე პოლიტიკური პარტიის ქმედება არ იყოს აღქმული როგორც ამორჩევლის მოსყიდვა და შესაბამისად პრობლემა დაუდგეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის მხრივ. პარლამენტმა დღეს 2011 წლის საშემოდგომო სესიის ბოლო რიგარეს შეხვედრა გამართა. კორუმის არარსებობის გამო სხდომა 15 წუთით გადაიდო, თუმცა დეპუტატებმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა დაასრულეს. კანონპროექტის თანახმად, რომელიც დღევანდელ რიგარეს შეხვედრაზე საბოლოოდ დამტკიცდა პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს, აქამდე მიღებული დაუხარჯავი თანხების უკან დაბრუნება მოუწევთ. უკვე დამტკიცებულ რედაქციაში ჩაიწერა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის თანხა არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში თანხა დაუბრუნონ მიმცემს. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში. დამტკიცებული კანონით პოლიტიკურ პარტიებს იურიდიული პირების მიერ დაფინანსების მიღებაც აეკრძალათ, ასევე დაუწესდათ ფიზიკური პირებისგან მისაღები თანხის ლიმიტი პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს. ტრადიციულ ერთ დღესასწაულზე კი პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლებისთვის 5,000 ლარის ღირებულების აჩუქრების გაცემის უფლება ექნებათ. ასევე პარტიებს ამომრჩევლის მოსყიდვად არ ჩაეთვლებათ ისეთი დაპირება, რომლის შესრულებასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შეძლებენ. ინიციატივებთან დაკავშირებით პარლამენტში შენიშვნები როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებს ჰქონდათ. პირველი ეს არის ეხება მეხუთე მუხლის პრიმას, რაც გულისხმობს იმას, რომ აქ საუბარია მოსყიდვაზე, თუმცა აქ უნდა დავაზუსტოთ გარკვეულწილად ფორმულირება, უნდა ვთქვათ, რომ ეს არ ეხება იმ ტიპის დანაპირებებს, რომელიც შეიძლება პარტიამ გააკეთოს მის ხელისუფლების მოშლის შემთხვევაში საბიუჯეტო ხარჯებიდან. ამიტომ ეს კონკრეტულად ეს უნდა დავაზუსტოთ. გეკვებუნჩი უნდა დაემატოს საარჩევნო მიზნებისათვის, როცა იურიდიული პირი ახორციელებს რაღაცა საქმიანობას, რომელიც კონკრეტული ან
პარტიის საწინააღმდეგო სასარგებლოდ საარჩევნო მიზნების უნდა გამოიკვეთოს, რომ მხოლოდ თუ აქვს საარჩევნო მიზნები, მაშინ გავრცელდება მასზე შეზღუდვები, ანალოგიური უნდა იყოს ფიზიკურ პირზეც, თუ ის მოქმედებს საარჩევნო მიზნებისათვის, მაშინ გავრცელდება მასზე ეს შეზღუდვები. აქვე უნდა იყოს საუბარი, გექვე პუნქტში როცა საუბარია ნათესაურ კავშირებზე, დაკავშირებულ პირებზე და ოჯახის წევრებზე. ამ მუხლის გავრცელება იურიდიულ პირებზე, ფიზიკურ პირებზე არ უნდა იქნას განხილული ისე, რომ ეს არის, ვთქვათ, გამოხატვის პოლიტიკური პოზიციის დაკავებას გრძალავს, ესეთ რაღაც არ უნდა იყოს და მეორე მხრივ არ უნდა ზღუდავდეს სამოქალაქო აქტივობას. მესამე პუნქტში შეგვიძლია რომ ეს ჩანაწერი ჩავდოთ. როდესაც ბატონმა პალეკ გუბლაშვილმა მოითხოვა 26 პრიმა მუხლზე დამატებით მესამე ნაწილის დამატებისა, რამდენად შეესაბამება ეს პროცედურას? არის თუ არა ეს უკვე არსებითად ახალი ნორმის გაჩენა მოცემულ კანონმდებლობაში და შესაძლებელია თუ არა ეს მესამე მოსმენით განხილული იქნეს ისე, რომ ამასთან დაკავშირებით არ გაიმართოს წინასწარი კონსულტაცია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დაიწყეთ განხილვა, გამოტანა მესამე მოსმენის და ის არ იყო დარიგებული სხდომათა დარბაზში. მე მგონია წმინდა რედაქციული სტილისტური იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით შენიშვნა შეიძლება გავაკეთოთ, რომ მეხუთე პრიმა მუხლი და 25 პრიმა მუხლის მეოთხე პუნქტი რაღაცა შესაბამისობაში მოვიყვანოთ, იმიტომ რომ ერთში ძალიან კაფიოდ წერია, რომ ყველაფერი ეკრძალება ყველანაირი საჩუქარი პარტიას და 25 პრიმას მეოთხე პუნქტში კი წერია, რომ დღესასწაულების დროს 5000 ლარის ფარგლებს შეუძლია და ან მე სწორია ბატონ დავით ერთი წუთი დავამთავრებ უბრალოდ მეხუთე პრიმაში იყოს მითითება 25 პრიმაზე და ეგ არის ბატონ დიმიტრი შეიძლება რომ მითითება გავაკეთოთ ერთი პუნქტიდან მეორეზე თუ არ გავაკეთოთ არ მე მინდა გითხრათ ბატონ დიმიტრი რომ აღელვების საფუძველი ამ შემთხვევაში არ აქვს ბატონ დავით მიუხედავად თქვენგან დიდი პატივისცემისა ალბათ არ არის ამის დაზუსტება საჭირო და ტექსტში როგორც არის დარჩება ის უჩნელი დაყენებული ჩემი საკითხი ასახული ექნა მეორე მუხლს დაემატა ქვეპუნქტად სადაც არის ნათქვამი რომ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს რომლებმაც აი ამ მოქმედი კანონის უკვე მოქმედი კანონის დარღვევით აქვთ მიღებული შემოსავლები და ეს თანხები არ აქვს გახარჯული და მათ აქვთ აკუმულირებული გარკვეულწილად არჩევნებისთვის ამ ადამიანებს ეძლევათ გარკვეული ვადა ეს სამდღიანი ვადაა რომ ეს თანხა დაუბრუნონ უკან იმ ადამიანებს ვინც ეს თანხა ჩაურიცხათ მათ იმ შემთხვევაში თუ კი ეს თანხა მათ გახარჯული აქვს ბუნებრივია ისინი ყველანაირი პასუხისმგებლობიდან არიან თავისუფალი 2011 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობისთვის შემომწირველ კომპანიათა ნუსხა პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. როგორც ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის დეკემბერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის და გრეკოს რეკომენდაციის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტი დამატებით მექანიზმებს დაამტკიცებს პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ვებგვერდზე განთავსებული ცხრილის თანახმად ნაციონალურმა მოძრაობამ 2011 წლის განმავლობაში 1.520.000 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. დღეს დილით კი ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორიჩი პირველადი დახმარების კლინიკაში ადგილობრივი გამგებელი თანხმლები პირებით ობიექტზე გამოცხადდა და სამუშაოთა მწარმოებლები მუშებთან ერთად ობიექტიდან გააძევა. მუშებს ჩამოართვეს გასაღები და ჭიშკარი ბოქლომი ჩაკეტეს. კლინიკის შენობაში ხარაგაულის გამგებელმა 3 თანამშრომელი დატოვა და სურსათ სანოვაგით უზრუნველყო. ამ დრომდე სამუშაოთა მწარმოებლები და მუშები პირველადი დახმარების კლინიკის ეზოში რჩებიან და არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებენ სამუშაოების დასრულებას. ბორითის გზაზე პირველადი დახმარების ობიექტს სამშენებლო კომპანია ატო ასრულებდა. კლინიკა 2012 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო, ხოლო ობიექტის ჩაბარება 25 დეკემბერს იგეგმებოდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ძალადობის შესახებ საუბარი სრული აბსურდია. მიწა, რომელზეც შენობაა მიმაგრებული, ეკუთვნის სახელმწიფოს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტი პირველადი სასწრაფო დახმარების ცუდ პირობებში ყოფნის გამო აუცილებლად მოახდენს ამ სამსახურის ახალ შენობაში ეტაპობრივ განთავსებას. კონფლიქტის მიზეზი არ არსებობს, ნათქვამია იმერეთის გუბერნიის ოფიციალურ კომენტარში. საათისვენ შემოგზანდა ხარაგაულის გამგებელი, რომელსაც აქთან 4-5 უცხო პიროვნება. გაიარეს შენობაში და გვითხრეს, რომ ეს მუშა 5 კაცი მყავდა შენობაში, რომელიც ასუფთავებდა, მითხრეს, რომ დაეტოვებიათ ეს შენობა ამ მუშებს. მეც მუშებს უთხრა, რომ გამოსულიყვნენ გარეთ და მეც გამოვყვები გარეთ ამ მუშებს. ამ დროს კარებები დაკეტეს, გასაღებები იყო კარებებში, დაკეტეს იმ პირებმა, მისახდა გამგებელს ეს გასაღებები, დაკეტეს შესასვლელი ჭიშკრები
და რომლის შემდეგ მე გამგებელს ვეუბნები, რომ თქვენ რო კიდე გამოხარეთ გარეთ, ვინ ხარ, აგინდა, გაინტერესებთ. არაფერი საბუთი არ წარმოუდგენიათ, არაფერი არ უნახავებიათ. ჩვენ აღმოჩნდით გარეთ, მაგენი დარჩენ შენობაში. თავისთავად ვიცით ვინ არიან, რაც წარმოადგენენ, გთხოვეს და ქვია რომ გამოგვიყვანა მუშები გამოვიყვანეთ მუშები და გასაღებლებით ჩამოგვართვეს. ნუ ჩამოგვართვეს ახლა ჩვენ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია, არ გაუწიათ იმის გამო რომ ვიცით არიან ისა ქვია ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. მაგრამ ტერიტორიას არ დავტოვებთ იმის გამო რომ აი ეს ყველაფერი რაც არის აქვს გვაწერია ბატონ ბადრიზა მე ნუ გარკვეული რაღაც ისე უნდა რაც არსებობს შიგნითკენ მაგენ იქნება პასუხისმგებლები ამაზე ჩვენ ველოდებოდით რა თქმა უნდა ბრძანებას ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან რომ ეს შენობა უნდა მიეღოთ ექსპლუატაციაში ან დღეს ან ხვალ და შემდეგ განვახორციელებდით შემდეგ ღონისძიებებს. დღეს ჩემთვის გაურკვეველია და გაოცებული ვარ იმით, რომ ხარაგაულის გამგებელი პირადად მივიდა თავის თანამშრომლებთან ერთად, მე არ ვიცი ვინ არიან ეს თანამშრომლები, ჩვეულებრივად სამოქალაქო ფორმით არიან. ბატონ თორნიკეს ჩვენი სამუშაოთა მწარმოებელი და ყველა იცნობდა, იმიტომ რომ ამ პერიოდში მიდიოდა ხოლმე აინტერესებდა ათვალიერებდა და თხოვა რომ დაეცალათ ეს შენობა ჩვენს თანამშრომლებს გამოუშვეს ეს ხალხი შენობიდან გამოართვეს გასაღებები დაიკეტენ შიგნიდან და ამ წუთამდე იქ არიან შენობაში პირადად რამდენჯერმე დაურეკე მე როგორც იქნა აიღო ფორმელი და უთხარი რომ აი მე გაკვირვებული ვარ და გაოცებული მეთქი და როგორც თქვა თქვას ორესპონდენტ ჩავაწერინე მითხრა რომ ტერიტორია მიწა არის სახელმწიფოს საკუთრება და ამ მიწაზე რაც არის განთავსებული ეს არის სახელმწიფოს საკუთრება და ქართულ ჯგუფი, რომლის კუთვნილი ტექნიკა უკვე მესამე დღეა ლასარეს გამშვებ ტერმინალზეა და მათი გამბაჟება არ ხდება. ქართულ ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტვირთის გამბაჟება მიზანმიმართულად ჭიანურდება. ამჯერად საბაჟოზე 257,000 ევროს ღირებულების მობილური კავშირგაბმულობის ტექნიკაა გაჩერებული. კომპანიის ხელმძღვანელობამ ტვირთი ექსპერტებსა და თურქეთის ხარისხის კონტროლის სააგენტოში ამოწმებინა. ქართულ ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ აქვთ ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ტექნიკა საბაჟოზე ჩამოსვლისას მუშაობდა და სრულ წესრიგში იყო. ანალოგიური ტვირთი ქართულ ჯგუფმა 4 კვირის წინათ ჩამოიტანა, თუმცა მაშინ ტექნიკა ტერმინალ ლასარეზე დაზიანდა. გაფორმების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, სხვადასხვა ტვირთის გამბაჟებისთვის განსხვავებული პერიოდია საჭირო. როგორც ტერმინალის ერთ-ერთ განყოფილებაში განგვიმარტეს, ტვირთის გამბაჟება მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში ხდება, თუმცა გაფორმების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ ლასარეს ტერმინალი დამოუკიდებელი ვადებით მუშაობს. არანაირი პასუხი არ აქვს საბაჟოდან, რატო არ ხდება ამ ტვირთის გაფორმება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ისე როგორც სხვა ტვირთები, ეს ტვირთიც ოქთა წითელ დერეფანში, ანუ საბაჟოს თანამშრომლების მიერ უკვე დათვალიერების პროცედურები, რომელსაც ითვალისწინებს წითელი კორიდორი, ის არის ამას არჩევს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აქამდე არჩევდა სულად სხვანაირად. ანუ საუბარია იმაზე, რომ იგივე გამომგზავნები, იგივე საქონელი, რომელსაც ვიღებდით თქვა 3-4 თვის წინ ხდებოდა მისი დათვალიერება, ალბათობა იმ ტვირთების დათვალიერების უკვე მაქსიმუმ 5-10%. ეხლა კიდევ არის, როგორც გითხარით, 100%. შეფერხების თაობაზე საუბარი არ არის, ჩვენი მხრიდან აქ საუბარი არის პროცედურაზე. აღნიშნული საქონელი დეკლარაციით წარმოდგენილი წითელ დერეფანში. ეს პროგრამული უზრუნველობა არის. ამას პიროვნება არ განსაზღვრავს, ამას განსაზღვრავს თვითონ მართვის სისტემა. საბაჟო ორგანო წარმომადგენელთან ერთად ახორციელებს დათვალიერებას. შემდეგ საბაჟო ორგანო წარმომადგენელთან ერთად წყვეტს ტვირთთან ურთიერთობას. ამჟამადაც ხო გითხარით, მიმდინარეობს კამერალურად ტვირთთან შეხება. თუ საბუთები ყველაფერი წესრიგში აქვს, ჩვენ გაგვიშვენო 6 წუთშიც გაგვიფორმებია დეკლარაცია ერთკოდიანი და დამოკიდებულია იმაზეც, რომ ანუ რა რაოდენობის ტვირთი ჩამოაქვს. და ეხლა თუ არის ანუ მაქსიმუმ ყველაზე დიდი რომ გაჩერდეს არის 2 საათი. ცესკოში დღეს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებს გუშინ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამართლებრივ საკითხებზე ინფორმაცია მიეწოდათ. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად კომისია უფლებამოსილი იქნება 1 აგვისტოდან საარჩევნო სიებში ცვლილებები შეიტანოს. დღევანდელ კომისიის სხდომაზე ასევე საკადრო საკითხები განიხილეს, რაც საქართველოს 11 რეგიონში კომისიის ხელმძღვანელების დანიშვნას გულისხმობს.
იქნება საუბარი იმ სამართლებრივ სრულყოფაზე, რაც განხორციელდა გუშინ საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში პაკეტის, ცვლილებათა პაკეტის განხორციელების დროს და ჩვენმა კომისიამ დამატებითი რეგულაციები და უფრო კონკრეტული რეგულაციები შეიძინა. მათ შორის იმ პერიოდში, სადაც კითხვის ნიშნები ჩნდებოდა, რომ 1 აგვისტოდან ვიდრე არჩევნებამდე რა უფლებამოსილება ჰქონდა კომისიას და მას აქვს სრული და ყველა უფლებამოსილება ამ რჩეულთა სიაში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას მივაწვდით დღეს კომისიის წევრებს, ამასთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობდა. კომისიის ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები ამ ეტაპზე უკვე შერჩეულია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა რეგიონში კომისიას ეყოლება წარმომადგენლობა მმართველ ქონეზე და უკვე შემდგომ ეტაპზე მოხდება მასის სრული კომპლექტაცია. გარდა ამისა, ის ესე ვთქვათ სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც არეგულირებს კომისიის ფუნქციონირებას, აისახა და სრულყოფილი იქნა უკვე საარჩევნო კოდექსში, რომელიც გუშინ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ქმნის ერთიან გარემოს, რომელიც აუცილებელია კომისიის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. წარმოადგენდა ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას ამომრჩევლთა სიების დადასტურების რეგიონალური წარმომადგენლობები იქნება, მე ამირჩიეს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. ჩამოყალიბდება აპარატი რეგიონალური სამსახურის, შემდეგ დაიწყება სიების მოძიება და შემდეგ გადავალთ უკვე კონკრეტულად ამომრჩევლებთან მივალთ და დავაზუსტებთ ამ სიებს. ახალი მემარჯვენეების საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებენ. მამუკა კაციტაძის თქმით, ახალ საარჩევნო კოდექსში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტი სრულად აისახა. მისივე განმარტებით ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ იდეალური საარჩევნო კოდექსი მიიღო, თუმცა ცვლილებებმა შექმნა გარემო, რომელიც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შანსს აჩენს. შეგახსენებთ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა 27 დეკემბერს დაამტკიცა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების, ასე ვთქვათ, манипулირებით ხელისუფლებამ ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე დაუშვა ისეთი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვითაც ვიდეოთვალი გაუქმდა საარჩევნო უბნებზე, რაც თავისთავად არის უარყოფითი. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული ბუნდოვანი ჩანაწერები პარტიათა დაფინანსების თაობაზე ვერ ჩაითვლება ამ პაკეტის დადებით მახასიათებლად. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ შეიტანა ცვლილება კოდექსში, ანუ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და გუბერნატორებს მიცა უფლება ღიად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში. მიუხედავად ყოველივე ამისა, 2011 წელს პაკეტის სახით განხორციელებული ცვლილებების საარჩევნო კოდექსში არის ერთნიშნულოვნად პოზიტიური და წინ გადადგმული ნაბიჯი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გზაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებაში კიდევ მოიძებნება და არსებობს იმის რესურსი, რომ დამატებითი სამუშაოების გაწევის შემდეგ მიღებული საარჩევნო კოდექსი კიდევ უფრო პოზიტიური მიმართულებით შეიცვალოს. ტელეკომპანია მაესტროს ინტერესების დამცველმა დიმიტრი გაბუნიამ სახალხო დამცველს ახალი მასალა მიაწოდა, რომელშიც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეშლის ფაქტებია ასახული. შეგახსენებთ, მაესტრო ჟურნალისტებმა ომბუდსმენს ერთხელ უკვე მიმართეს, ხოლო გიორგი ტუღუშმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ და საქმის შესწავლისკენ უკვე მეორედ მოუწოდა. ომბუდსმენმა ძალოვან უწყებას ოფიციალური წერილი დღესაც მიმართა. ძალიან ოპერატიულად მივიღეთ შუალედური გადაწყვეტილებები, უკვე პირველი რეაგირება არის, ეს არის ის, რომ მათ მიმართეს პოლიციას და გამოითხოვეს მთელი მასალები, თუ რატომ მოხდა ეს ფაქტი და რაზე დაყრდნობით გააკეთა პოლიციამ ეს ვარიანტი, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამწუხაროდ არ უპასუხა და გაგზავნილი არის უკვე შეხსენება სახალხო დამცველის კანონის შესაბამისად 28 დეკემბერს. და ანუ კატეგორიულად მოითხოვს სახალხო დამცველი ამ წერილში, რომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მას მიეწოდოს ის მასალები. ასევე გამიმარტეს ზეპირი სიტყვიერად, რომ ხვალ ჩაგვარდება შუალედური გადაწყვეტილება და ჩვენ მივაწოდეთ დამატებითი მასალები, გთხოვეს ის ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს პოლიციის უკანონო მოქმედებებს, ანუ როდესაც ბატონი ეროსკი წმარიშვილი იძლევა დავალებებს, აძლევს დავალებებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ვინ როგორ უნდა გალაგდნენ და ყველაზე მთავარი, რომ საპატრულო პოლიცია არ უშვებს ჟურნალისტებს მათი პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად. ეს ვიდეო მასალა ძალიან მნიშვნელოვანია, არ ქონდა სახალხო დამცველს, დღეს მივაწოდეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ რეაგირება მოხდება კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში.
მერის პროექტ 1000 ჯიხურის ფარგლებში დღეს მორიგი აუქციონი გაიმართა. აუქციონზე გატანილი ლოტების უმეტესობა იმ ადგილებს ემთხვევა, სადაც აქამდე პრესის გავრცელების ჯიხურები იდგა. პრესის გავრცელების სააგენტოები მაცნეელა სერვისი და პლანეტა ფორტე პროექტში მონაწილეობის მსურველებს სოლიდარობას თხოვენ და მოუწოდებენ არ მიიღონ მონაწილეობა იმ ლოტებში, რომლებიც პრესის გამავრცელებელი ჯიხურების განთავსების ადგილებს ემთხვევა. სახალხო დამცველი პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სათანადო რეაგირებას ითხოვს. გიორგი ტუღუში წინადადებით მიმართავს მთავარ პროკურორს, რათა მე-18 სასჯელ ახსულების დაწესებულების თანამშრომლების მიერ მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძეზე განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა განმარტებით მათმა წარმომადგენელმა მსჯავრდებული მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულეს. პატიმარ გიორგი ოქროპირიძის თქმით კი მას დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსი ალექსანდრე ლორდავა, დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი და სხვა თანამშრომლები დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან სისტემატურად აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებიან. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ოქროპირიძის საქმეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო განიხილავს, ზედამხედველების ფიზიკური და ვერბალური ზეწოლის მოტივი კი მსჯავრდებულის მიერ სარჩელის უკან გამოწვევას უკავშირდება. მე მიმართე საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და სასამართლო მისაღებაცნო უკვე საჩივარი. მან კომუნიკაცია უკვე დაამყარა საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს მთავრობა ვალდებული არის 17 იანვრამდე წარადგინოს თავისი პოზიცია იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა დაყენებული. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს არავითარი არგუმენტი, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული და ობიექტური ინფორმაციის შემცველი ინფორმაცია მიაწვდოს ევროპულ სასამართლოს, მან გადაწყვიტა გამოიყენოს იმგვარი მეთოდი, რომელსაც დღეს იყენებს გიორგი ოქროპირიძეს მიმართ, კერძოდ ადგილი აქვს მისცემას, წამებას. მაუწყებლებმა 2012 წლის 1 იანვრამდე უნდა შეავსონ შესაბამისობის დეკლარაცია, გამოაქვეყნონ საკუთარ ვებგვერდზე და ასევე წარადგინონ კომისიაში. განცხადება დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის აპრილში მიიღო მედია გამჭვირვალობის გაძლიერების საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ერთის მხრივ აიკრძალა სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირებისთვის. ამავე ცვლილების თანახმად ყველა მაუწყებელს დაევალა 2012 წლის 1 იანვრამდე შეავსოს შესაბამისობის დეკლარაცია სამაუწყებლო კომპანიებმა დამფუძნებლებისა და მესაკუთრეების შესახებ სრული ინფორმაცია უნდა გახადონ საჯარო. ჩვენ გვინდა შევახსენოთ ყველა მაუწყებელს, რომ ეს ცვლილებები ძალაში შედის 2012 წლის 1 იანვრიდან, მათ ვადებში უნდა წარმოადგინონ კომისიაში ეს ინფორმაცია და ასევე გამოაქვეყნონ საკუთარ ვებგვერდებს. მაუწყებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებულია გარკვეული სანქციები კომისიაში ინფორმაციის არ წარმოდგენის გამო. პირველადი სანქცია არის გაფრთხილება, შემდეგ უკვე ფინანსურ სანქციებსაც მივიღებთ. ქრისტიან დემოკრატებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მათ სარჩელზე, რომელთაც პარტია ელექტროენერგიის ტარიფზე დასუფთავების გადასახადის მიბმას აპროტესტებს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. მათი სარჩელი სასამართლოს ორმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა. პარტიის ლიდერ გიორგი თარგამაძის შეფასებით ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ხალხზე ზრუნვის მოტივით განხორციელებული რეფორმის შემდეგ თბილისის მოსახლეობის 90% სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. თარგამაძის თქმით, წელს მაღალი კომუნალური გადასახადი მძიმე ტვირთად არა მხოლოდ იმ ოჯახებს დააწვა, რომლებიც სახელმწიფოს შემწეობებს იღებენ, არამედ მკვეთრად გაუარეს და იმ ოჯახების სოციალური ფონიც, რომელთა წევრები მუშაობენ და სტაბილური შემოსავალი გააჩნიათ. ჩვენ სწორედ თბილისელების სახელით ვასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, ამჯერად უკვე უზენაეს სასამართლოში და მინდა მივცე ყველას პირობა, რომ ბოლომდე გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ რესურსს აიმისოთ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი აზრით არის სრულიად უსამართლო და უკანონო და ბიზნესის საწინააღმდეგოდ და ოჯახების ინტერესების საწინააღმდეგოდ საბოლოოდ იქნეს გადახედილი და გაუქმებული. ჩვეულებრივ მოსახლეობის სოციალური დონე უკვე ძალიან ზღვარსდაბლა დავიდა და არის მოსახლეობის უმრავლესობა იმ მდგომარეობაში არ შეგვიძლია ამისი გადახდა და ვითხოვთ, რომ გაცალკევდეს. როგორც იყო ანუ ადრე, ეს ქვითარზე გადასახადი ინდივიდუალურად ცალ-ცალკე რომ გადაიხადოს მოსახლეობამ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს და სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა გოროზიას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის საგაზაფხულო სამუშაოებისთვის განკუთვნილი 30 ლარიანი ვაუჩერების დარიგების პროცესი დაინტერესდა. პრეზიდენტის თქმით, ამ პროგრამის მიზანია მოსახლეობას სტიმული მისცეს და მომავალ წელს მიწის გაცილებით მეტი ფართობი დამუშავდეს. სააკაშვილმა მთავრობის წევრებისგან მოისმინა ინფორმაცია ტრაქტორების რაოდენობისა და მათი შემოტანის შესახებაც. სააკაშვილის თქმით, იმ პირებს, რომლებმაც ტრაქტორები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავის არიდების მიზნით შეიძინეს და ამის გამო ტექნიკას არ აჩენენ, ჯარიმა არ დაეკისრებათ. პრეზიდენტის განცხადებით დამალულ გადასახადზე ამნისტიაც გამოცხადდება. ბოლო ხანებში ესე გურია, სამეგრელო, კახეთში დავიწყეთ, თავიანთი კახეთში. ჩემი კახეთი არ უნდა დამიჩარო. კი, არ უცდებათ. 10 იანვრამდე სინამდვილეში მორჩება ეს პროცესი. 10 მაქსიმუმ 15 იანვრამდე მორჩება ეს პროცესი. შესაბამისად, ამ პერიოდის შემდეგ გლეხებს უკვე შეეძლებათ ამ ვაუჩერის გამოყენება. როგორც ისინი ჩასვლიან საჭიროდ, შეეძლებათ ეს ვაუჩერი გამოიყენონ იმისათვის, რომ რეალურად საგაზაფხულო სამუშაოები შეასრულონ, ან იყიდონ შესაბამისი რაოდენობის სასუქი. ჩვენ ტრაქტორები რეალურად გვყავს ამდენი, რომ ამათ გამოიყენონ ნორმაში. რამდენი ყავს ტრაქტორი? არის ტრაქტორების რაღაც ნაწილი, სადაც დღეგეს დავალიანება არსებობს და ჩვენ ეხლავე გვინდა უთხრათ მოსახლეობას, რომ მათთვის აი ეს დღეგეს დავალიანება იქნება ამნისტირებული. მაგაზე ხო თქვით, რომ ამნისტია და ყველამ გამოაჩინოს რაც აქვს, რომ თავარია რომ ამუშავონ ეს ტექნიკა და ხალხს მოემსახურონ. დაიწყო ლეგალიზაცია. ჩვენ უკვე დავიწყეთ შემოდის უკვე ციფრები, თუ სად რა ტრაქტორები არის განთავსებული, რომელიც არ არის დარეგისტრირებული სახელმწიფო რეგისტრაციაში და საგადასახადოსთან უკვე ვმუშაობთ, რომ ამ კანონი მოვარგოთ, როგორ მოხდეს ამის ლეგალიზაცია. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვფიქრობთ იანვრის ბოლოსთვის ეს პროცესი მთლიანად დასრულდება. ამ ხალხმა უკვე იცოდეს, რომ არავინ არაფერში არ დაჭრას გამოაჩინოს ყველა ტრაქტორი რაც არის. ახალ ტრაქტორების ჩამოყენას ვიწყებთ, ხო? დიახ. მისკში მიდიხართ ახლა ბელარუს ტრაქტორებისთვის. დიახ. პირველი 100 თუ 200 ახლა წამოვა უკვე? პირველი ნაწილი 100 ტრაქტორი იქნება ჩამოსული რომ ამ პროგრამასაც მოემსახუროს და ახლობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლომდე უკვე ჩამოყვანა დასრულდება და მეორე ეტაპიც გვინდა რომ მოვასწროთ. ჩვენ სინამდვილეში 1-5-6 ათასი მაინც გვხვდება საქართველოში, ცოტათი მაინც წელში გამართული ვიყოთ რა, ეს არ არის დეფიციტს ქმნის ტრაქტორებს. ამიტომ ვთქვით, რომ თუ ისაც ტრაქტორები არა, მაშინ სასუქი მაინც იყიდონ და ნუ ხა საერთოდ ვერ გააკეთეს, მე ივნისში განაღდონ აიღონ ჩაოლებად ფული, მაგრამ 30 ლარის ეს იაღებას მე მაინც ურჩევდი ხალხს, რომ გამოიყენოს სამსოფლო სამეურნეო სამუშაოებში, იმიტომ რომ ამით უფრო მეტ ფულს ამოიღებს მომავალში. ვიდრე რომ შემოაგდოს სადღაც, ხა გასაგებია თუ სადღაც კორპუსებში ცხოვრობს, ახლა ძველი მეურნეობები გაუქმებული, სადაც მიწაც კი არ აქვს ხომ ხალხს და უბრალოდ კორპუსებში ცხოვრობს ან პატარა ქალაქებში ცხოვრობს, მიწა არ აქვს, იმაზე გასაგებია რაც ხდება. მაგრამ ვისაც აქვს მიწა, ყოველთვის 50 ლარად შექმნის ბევრად მეტ მატერიალურ ღირებულებას მომავლისთვის, ვიდრე უბრალოდ შეინახოს. ეს მეგონი ხალხმა ისეც იცის. კონკრეტულად ადამიანებისთვის, კონკრეტული ოჯახისთვის ეს არის მაინც რაღაცა ხელისშეწყო. მინიმუმ წახალისება მაინც არის, რომ იფიქრო იმაზე, რომ დაამუშავო მიწა და არ გააცდილო. მithometes სოფლიოში რაც პროცესები მიმდინარეობს კრიზისული და შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ მიწების მეტი რაოდენობა იყოს დამუშავებული. თან ის პერიოდია მარტი, აპრილი, მაისი, როდესაც ყველაზე ძალიან ჭირდება გლეხს ფინანსური დახმარება რეალურად. ეს პერიოდი, როცა ყველაზე დიდი ტვირთი აწევს. მარაგები გათაებულია, ცივა და ამ დროს კარგია რომ რაღაცა იპატ სტიმული პატარა გაჩნდეს. სამუშაო გასაკეთებელია, სამუშაო შეასრულებელია, გადასახდელია ამაში თანხა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ვაუჩერი ამ სტიმულს გააჩენს. მე ვფიქრობ, ჩვენი შედეგი ის იქნება, რომ ბევრად მეტ დამუშავებულ მიწას ნახავთ მაინც მომავალ წელს. ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2011 წლის ანგარიში მოსახლეობას წარმოუდგინა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, 2011 წელს მთავრობის მიერ დაპირებული ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის შესრულება დაიწყო. ურუშაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით უკვე განხორციელდა მილიარდიანი ინვესტიცია დაპირებული 100 საავადმყოფოს ნაცვლად საქართველოში 150 ახალი ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების კლინიკა აშენდა. მისივე ინფორმაციით 2012 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივით ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მეორე მოქალაქე, ყველა ასაკის პენსიონერი და ყველა სკოლამდელი ასაკის ბავშვი. მაესტროს პრეზიდენტის იმ ინიციატივითაც დაინტერესდა, რომელიც პენსიონერებისთვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას გულისხმობს. ანდრია ურუშაძის თქმით, ამ პროექტისთვის რეგიონებში სპეციალისტთა გადამზადება დაიწყო. რითი დაამახსოვრდება ჩვენს მოსახლეობას 2011 წელი. პირველ რიგში ალბათ საპრეზიდენტო პროგრამით 100 ახალი საავადმყოფო, 150 ახალი საავადმყოფო, იმიტომ რომ როგორც მოსახლეობა მიცის, პრაქტიკულად 30 ახალი კლინიკა გაიხსნა მხოლოდ დეკემბერში და 150-მდე
ახალი კლინიკა შევა ძალაში საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. მეორე გამოწვევა, რაც არის, ეს არის დაზღვეული მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა და წელს უკვე დავგეგმეთ და მომავალ წელს ყოველი მეორე მოქალაქე, მათ შორის ყველა ასაკით პენსიონერი, ყველა სკოლამდელი ასაკის ბავშვი იქნება დაზღვეული. ეს არის ჩვენი პასუხი კითხვაზე, როგორი უნდა იყოს ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სექტორში. 25 საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა მხოლოდ დეკემბერში. ეს ნიშნავს, რომ ახალ წელს ასეულობით ბავშვი, რომელიც წლების განმავლობაში დიდ ბავშვთა სახლებში ცხოვრობდა, შეხვდება ახალ წელს უკვე ოჯახურ გარემოში. ყველა ის მოქალაქე, რომელიც საჭიროებს საპროტეზო დახმარებას, მიიღებს ამ დახმარებას. ჩვენ გვეგმავთ, რომ ადგილობრივი კადრები, სამედიცინო კადრები თუ საჭიროა გადავამზადოთ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, ყველა სამედიცინო ან სხვა ტიპის სოციალური პროექტი, რაც პრეზიდენტის ინიციატივასთან არის დაკავშირებული, არის შესაბამისად უზრუნველყოფილი ბიუჯეტიდანაც. დატვირთული გრაფიკი და ინტენსიური მუშაობის წელი ასე აფასებს 2011 წელს ზალ სამადაშვილი. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ბოლო პერიოდში დედაქალაქში ბევრი რამ შეიცვალა. იყო არაერთი პრობლემა, თუმცა მთლიანობაში სამადაშვილის შეფასებით 2011 წელი შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს. არაპოპულარულად აფასებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმის გადაწყვეტილებას, თუმცა მისივე თქმით, ეს ცვლილება აუცილებლობით იქნა განპირობებული. ზალ სამადაშვილმა იმ ოჯახებზეც ისაუბრა, სადაც ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის და სადაც ელექტროენერგიის ხარჯი ზამთრის პერიოდში საკმაოდ მაღალია. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის ასეთი დედაქალაქში 11,000-მდეა. საკრებულოს გადაწყვეტილებით გაზიფიკაციის პროცესის დასრულებამდე ყველა ასეთი ოჯახის გადასახადის 50%-ს ქალაქ თბილისის მერია ანაზღაურებს. გადაწყვეტილება ძალაში 1 იანვრიდან შევა. საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება დევს ბუნებრივია, ეს არის საჯარო, ეს დევს როგორც ჩვენ საკრებულოს საიტზე, ასევე ჩვენი გადაწყვეტილებები შემდეგ იგზავნება იუსტიციის სამინისტროში. ანუ ეს ამის მოპოვება არანაირი სირთულეს არ წარმოადგენს და რაც მთავარია, ეს გაცხადდა საკრებულოს ხდომის შემდეგ თბილისის საკრებულოს საქმიანობას 2011 წლის განმავლობაში მაინც წარმატებულად შევაფასებ, თუმცა კმაყოფილებისგან, ბუნებრივია როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, იქნება ეს საჯარო მოხელე თუ არ იქნება, შორს ვართ. შემოსავლების სამსახურმა კი GPRS სისტემის ალარო აპარატების დარეგისტრირება 1 თებერვლამდე გადაავადა. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროს ვასილ გედევანიშვილის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილები GPRS სისტემის ალარო აპარატებს სერვის ცენტრები დასვენების დღეებშიც გასცემენ. სპეციალურ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ უკვე დარეგისტრირდა 80,000 GPRS სისტემის ალარო აპარატი. მისივე ინფორმაციით აპარატის დარიგების პროცესი 2 აგვისტოს დაიწყო. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად გადამხდელთა ერთი ნაწილი გათავისუფლებულია სალარო აპარატების ქონის ვალდებულებისგან. საქმე ეხება მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს. მეწარმეთა დიდ ნაწილს კი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ახალი აპარატები უსასყიდლოდ ურიგდებათ. GPRS სისტემის საკონტროლო სალარო აპარატის ღირებულება 290 ლარია. ნებისმიერ გადამხდელს შეუძლია ისარგებლოს ბანკის განვადებით, განვადება უპროცენტოა და თანხის გადახდა 12 თვეზე ნაწილდება. ახალი სალაპარატების დანერგვა უკვე დიდი ხანი მიმდინარეობს საქართველოში და ამის ვადა იყო ბოლო 2011 წლის 31 დეკემბერი. ჩვენ ეს ვადა გავახანგრძლივოთ კიდევ ერთი თვით და განახორციელებს საშუალება ექნებათ, რომ 2012 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყო თავის ძველი აპარატების, ახალი სალაპარატების შეცვლა და მინდა ყველას მოუწოდო, რომ ამ ვადაში შეეცადონ, რომ მოვიდნენ ჩვენთან და გამოსავლონ ახალი აპარატები, ვინაიდან უკვე 1 თებერვლის შემდგომ აიგზავნება ძველი აპარატის გამოყენება და ამ აპარატებით ვეღარ განახორციელებენ თანხის მიღებას და გამოყენებას ამ სალარო აპარატების. საქართველოს კონტროლის პალატამ კი 2012 წლის პრიორიტეტები დაასახელა. ნუსხაში კონტროლის პალატის მიერ დადგენილი სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე ის კონკრეტული მიმართულებები აისახა, რომლებიც მომატებული აუდიტორული რისკებით ხასიათდება. კრიტერიუმის მიხედვით შემუშავდა საჯარო ინტერესთა ნუსხა, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს. სახელმწიფო ქონების მართვა, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები, სოციალური დახმარების სისტემა, განათლებისა და მეცნიერების მხარდამჭერი პროგრამები, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებები.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2011 წელი შეაჯამა. საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი საქართველოს ნაკრების მორაგბე მამუკა გორგოძე, ხოლო საუკეთესო გუნდი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გახდა. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ჯილდო ძიუდოის ვლადიმერ ხიმჩეგაშვილს გადაეცა. საუკეთესო პარასპორტსმენად კი ნიკოლოზ თვაური დასახელდა, რომელმაც არაოლიმპიურ შეჯიბრებაში ცურვაში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს медали მოიპოვა. ასევე გამოვლინდნენ 2011 წლის საუკეთესო მსაჯები და სპორტული მენეჯერები სპორტის 10 სახეობაში საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენებიც. ცნობისთვის ღონისძიებას როგორც ვეტერანი, ისე მოქმედი სპორტსმენები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თაობათა ცვლა, რომელიც მიმდინარეობს ახლა სპორტში, საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. თან გამომდინარე, რომ შედეგები თუ შევხედავთ 2011 წელს, ჩვენ ახალგაზრდა სპორტსმენებში უფრო დიდი და მაღალი შედეგები გვაქვს, ვიდრე ძირითად სპორტსმენებში, რაც იმას გულისხმობს, რომ მომავალი თაობა უკეთესი გვეზრდება, რაც ასევე სასიხარულო არის ბუნებრივად, ეს არის იმ შრომის შედეგი, რომელიც მიმდინარეობს წლების განმავლობაში. ასევე ძალიან ბევრი მიმართულებით ჰქონდა აღიარება და წარმატება, მაგალითად კალათბურთის ნაკრებს, რომელიც 12 საუკეთესო გუნდ შორის მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, ასევე რაგბის გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ისეთ ძლიერ ჯგუფში, როგორც ჩვენი ჯგუფი იყო, საკმაოდ ღირსეულად წარდგა და ტოლი არ დაუდო არც ერთ ნაკრებს. ჩვენი ნაკრების ბრწყინვალე თამაშის შედეგად ბევრი ცვლილებები მოხდება, არა მარტო ჩვენთვის, ასეც ზოგადად მსოფლიო რაგბში, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრებმა და რამდენიმე ნაკრებმა აჩვენა ის თამაში, რომელიც რაგბის მამებს ძალიან ბევრ ახალგაზრდებს მიაღებინებს. რაც შეეხება მამუკას, ის უკონკურენტო იყო საერთოდ, იმიტომ რომ ამ დონის სპორტსმენი დღეს საქართველოში არ არსებობს. ამით ითქვა ყველაფერი და ულოცავ გულით და სულით. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წარმატებულად გამოსულიყო ევროპის ჩემპიონატზე. ისახა კიდევაც ეს წარმატება საუკეთესო 12 გუნდში გავიდა ეროვნული ნაკრები, რომელსაც არავინ არ ელოდა და ძალიან ძნელი იყო, ესე ვფიქრობ. იმედი მაქვს, რომ შემდეგი წელიც ესეთი წარმატებული იქნება, შესარჩევ ეტაპს გადალახავს ნაკრები და მოხდება 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ალბათ დამსახურებულად მოიპოვე წელს შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული წელი მქონდა, უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა, მაგრამ რაღაც ნიუანსების გამო მადლობელი ვარ ამ ნომინაციისთვის. საერთოდ მენეჯერი როგორც მე აღნიშნე, მაშინ ახსენდება ყველას, როდესაც რაღაცა ვინმეს არ მოწონს გუნდში თუ გუნდის მისგარეთ, მაგრამ ეს არის აუცილებელი ელემენტი გუნდის, რომლის გარეშეც თანამედროვე სპორტში დღეს არაფერი არ გამოდის. ეს იყო დიდი სტიმული და დიდი ასე ვთქვათ, დაფასება, იმიტომ რომ მე 8 წელიწადია ვარ საქართველოს ნაკრების მენეჯერი.